რამდენი ადამიანის სახელი შეიძლება შეხვდეს ქუჩაში, რომელსაც ზოგჯერ უყურადღებოდ ჩაუვლიან პირიქით, ყურადღებით დააკვირდები? ბერლინში ეს ყოველდღე ხდება. სამსახურში, უნივერსიტეტში, სახლში წასვლისას, უბრალოდ სეირნობისას. ყოველ ჯერზე აუცილებლად შეგვხვდება პატარა სპილენძის ქვა, რომელსაც გერმანულად Stolperstein, ხოლო ქართულად სიტყვასიტყვით წამოსაბორძიკებელი ქვები ჰქვია. მაგრამ იდეა ის არ არის, რომ ადამიანმა ფეხი წამოჰკრას. გერმანულად ზმნა Stolper ნიშნავს წაბორძიკებას. პროექტის ავტორს, გერმანელ მხატვარს გუნტერ დემნიკს სურდა ადამიანი ფიზიკურად კი არა, ფიქრებში წაბორძიკებული იყო. ერთი წუთით შეჩერებული იყო, თავი დაეხარა და ერთი სახელი წაეკითხა. 1992 წელს დაწყებული ეს იდეა დღეს ევროპის ერთ-ერთ ყველაზე დიდ მემორიალად იქცა. უკვე 126,000-ზე მეტი Stolperstein არის დამონტაჟებული ევროპის 30-ზე მეტ ქვეყანაში. ყველაზე მეტი კი სწორედ ბერლინშია. 11,000-ზე მეტი სახელი, 11,000-ზე მეტი ისტორია. თითოეული ქვა იმ სახლის წინ არის ჩასმული, სადაც ოდესღაც ადამიანი ცხოვრობდა. ადამიანი, რომელიც ნაცისტურმა რეჟიმმა სახლიდან წაიყვანა. ზოგი აღარასოდეს დაბრუნდა. ქვაზე მხოლოდ რამდენიმე სიტყვაა: სახელი, დაბადების წელი, დეპორტაციის ადგილი და ხშირად სიკვდილის თარიღი. მაგრამ ზოგჯერ სწორედ ეს რამდენიმე სიტყვა გვიყვება მთელ ცხოვრებას. ამ მემორიალზე ვერ ნახავთ მეფეებს, ვერც გენერლებს, ვერც გამარჯვებულებს. აქ არიან მასწავლებლები, ექიმები, მაღაზიის გამყიდველები, მუსიკოსები, მშობლები, ბავშვები, ადამიანები, რომლებიც ისტორიის სახელმძღვანელოებში ვერ მოხვდნენ, მაგრამ ისტორია სწორედ მათი ცხოვრებითაც შეიქმნა. ალბათ ამიტომ არის ეს ყველაზე პატარა მემორიალი ასეთი განსაკუთრებული. ის არ გთხოვს ყვავილების მოტანას, არც რაიმე ცერემონიალს, არჩევანი შენზეა. შეგიძლია უბრალოდ ჩაუვარო ან გაჩერდე და ერთი სახელი წაიკითხო. შეიძლება სწორედ ეს იყოს მეხსიერების ყველაზე დიდი ფორმა, როცა ადამიანს იმას უბრუნებ, რაც ყველაზე ადრე წაართვეს, სახელს. ეს ისტორია არც მუზეუმშია, არც ძეგლზე, ის ტროტუარზეა, ჩვენს ფეხქვეშ. და სწორედ ამიტომ არის Stolperstein ერთ-ერთი ყველაზე ადამიანური მემორიალი ევროპაში, რადგან სანამ ერთ სახელს მაინც ვკითხულობთ, ის ადამიანი ბოლომდე არ იკარგება.